თურქ-სელჩუკთა უზარმაზარი ლაშქარი ქართლში მანგლის თრიალეთის გზით შემოვიდა და დიდგორთან დაბანაკდა. დავითმა ჯარის საბრძოლო მზადყოფნა ბრძანა. ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს მგზნებარე მოწოდებით მიუმართავს მეომრებისთვის. მეომარნო ქრისტესანო, თუ ღვთის ჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხო მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. ერთ რამეს გირჩევთ, ყველა მხელების ცისკენ აღბხრობით, ძლიერ ღმერთს საღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 100-დან 150,000-მდე. დავით მეოთხე აღმაშენებლის განკარგულებაში 56,000 მეომარი იყო. ამათგან 40,000 ქართველი, 15,000 ყივჩაღი, 500 ოსი და 300 ფრანკი. ბრძოლის დაწყების წინ უეცრად ქართველთა ლაშქარს 200 მეომარი გამოეყო და ილღაზის ბანაკისაკენ დაიძრა. მტერმა იფიქრა ქართველების ნაწილი დანებებას აპირებსო და 200 მეომარი ბანაკში ღრმად შეუშვა. უეცრად ქართველმა მეომრებმა იარაღი იშიშვლეს და მოწინააღმდეგეს დაერივნენ. ილღაზის მეომრები დაიბნენ. სანამ გონს მოვიდოდნენ, დავით აღმაშენებელმა მტერს ცენტრში დაარტყა. პირველივე შებრძოლებისას მტრის ბანაკი შეირყა. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა ფართომასშტაბიან იერის და გაიქცა. დიდგორის ველზე ქართველებმა წინვალი გამარჯვება იზეიმეს. შემთხვევით არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი დიდგორის გამარჯვებას ძლევაი საკვირველს უწოდებს.